შეიძლება ეს იყოს მთაწმინდის პანთეონის საფლავების განაწილების გეგმა. და რახან ილიას საპანაშვიდე წერილი არის და ილიას ცნობილი იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული მგლოვიარე საქართველო და მგლოვიარე საქართველოს ხედავთ აქ, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პანთეონის გახსნა მოვლენა, პირველი, როგორ ქვია საქართველოში გამოჩენილ ქართულ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი გაიქნა, შეიქმნა საუბარი მიჯერს, მაგრამ ცდილობ რომ ფიქრი შევძლო, მგონია რომ პანთეონის გახსნა არის, იმიტომ რომ ნუმერაცია თანმიმდევრულია. ჩემი აზრით, თანმიმდევრული არ არის, ზომები ბუნებრივია სხვადასხვა და იმიტომ რომ ადგილზეც სხვადასხვა არის, ის რომ უმეტესობა ამ ფიგურების რასაც აქ ხედავთ, არის ოთხკუთხა, მრავალწახნაგოვანი იშვიათად ხდება, აქ შეიძლება რაღაცა ხდებოდეს, ან მაგალითად ის ტაძარი იდგეს, სადაც პარაკლისები აღევლინება ხოლმე და აქით ჩემი აზრით თანაბარი ნუმერაცია არ არის, რამდენიმე საფლავი შეიძლება დაკარგული იყოს და თანმიმდევრობა შესვენებულებისა შეიძლება სხვა ვფიქრობ, რომ ეგ არის მაგალითად პანთეონის გახსნა. ამჯერად აფიქსირებ თუ თავ შეიკავებ? აფიქსირებ. დააფიქსირე კეთილ თავისი ვერსია. დააფიქსირა. ნუ აქ ორივე თქვით რომ ილიას მკვლელობაო. და სწორედ ამ ფაქტს მოყვა ის, რაც კეთილ დააფიქსირა და რაც არის სწორი. Oh yes. რაც არის სწორი და 3-3 ხდება ანგარიში.